გამარჯობა, მე საბა ვარ და შენ მარტო არ ხარ. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ერთი დილას გადავწყვიტე ფრჩხილის ლაქი წამესვა და სკოლაში მივსულიყავი. საყურისა და უჩვეულო სტილის გამო კლასელი ბიჭები ისედაც არ მწყალობდნენ. მაგრამ შეღებილი ფრჩხილების ზღვარი აღმოჩნდა, რომელიც გადავკვეთე. ამ დღემ ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო. ცხოვრება ამ დღემდე და ამ დღის შემდეგ. ვიცოდი, ტაშს არავინ დამიკრავდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ ჩემი სამყარო ამის გამო დაპატარებებას დაიწყებდა. და მალე ისეთი ცისკნა გახდებოდა, რომ მაშინ ჩემი თავის გარდა ადგილი არავისთვის იქნებოდა. იმან რომ გადავწყვიტე ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც სხვებისთვის უჩვეულო იყო, საშუალო სკოლა ჩემთვის ბრძოლა გადარჩენისთვის გახადა და საუკეთესო წლები კოშმარად მეკცა. კარგად ვიცოდი, დახმარება უნდა მეთხოვა, მაგრამ იმის ცოდნა თუ როგორ უნდა მოიქცე, არაფერს ნიშნავს, თუ ამას არ გააკეთებ. თავარია არ მისცე უფლება მათ გითხრან ვინ ხარ. რა იარლიყიც არ უნდა მიგაკრან, მხოლოდ შენ გასასხრო შენს ვინაობას. არ აქვს მნიშვნელობა მსხვერპლი შენ ხარ თუ სხვა, კანონის ჯის მათ, ვინც დანაშაულს ჩადის. ცხოვრება კი მათ, ვინც უსამართლობას უყურებს და უმოქმედოდაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. კონსტიტუცია სივრცეა, რომელშიც დაცულია ჩვენი თანასწორობა, წესრიგი და თავისუფლება.